მოძრავი წამწამები, იგივე ცილიები, შოლტების მსგავსია, მაგრამ უფრო მოკლეა და დიდი რაოდენობითაა უჯრედის ზედაპირზე. ზოგიერთი ორგანიზმის წამწამები უმოძრაოა და რეცეპტორის როლს ასრულებს, ხოლო მოძრავი წამწამების სინქრონული მოძრაობით ზოგიერთი უმარტივესი, მაგალითად ქალამანა, გარემოში გადაადგილდება. ხერხემლიანი ორგანიზმების, მათ შორის ადამიანის ბევრი ორგანოს უჯრედებს მოძრავი წამწამები აქვს. ადამიანში წამწამოვანი ეპითელიუმით ამოფენილია სასუნთქი გზები, ევსტაქის მილები, თესლგამტარი არხები, თავის ტვინის პარკუჭები და ზურგის ტვინის არხი. მაგალითად, სასუნთქი გზების, ცხვირის ხრუს, ტრაქეისა და ბრონქების ეპითელური უჯრედები დაფარულია მრავალრიცხოვანი წამწამით. მათი შეთანხმებული ტალღისებრი მოძრაობის შედეგად სასუნთქი გზებიდან ლორწო მასში არსებულ მტვრის ნაწილაკებთან და დახოცილ უჯრედებთან ერთად გარეთ გამოიდევნება. კართაგენერის სინდრომისას, რომელსაც პირველადი ცილიარული დისკინეზიების ჯგუფში განიხილავენ, ლორწოვანი გარსი მოძრავი წამწამების მაგივრად უმოძრაო წამწამებითაა ამოფენილი. ამიტომ უჯრედის სეკრეტი ვეღარ გამოიდევნება და დაგროვილ ლორწოში იწყება ბაქტერიებისა და სხვა მიკრობების გამრავლება. სასუნთქი სისტემის სადრენაჟო ფუნქციის მოშლა იწვევს ხშირ რესპირატორული ინფექციების განვითარებას. გამოიწერეთ ჩვენი სოციალური პლატფორმები, რათა არ გამოგჩეთ მნიშვნელოვანი ინფორმაციები. მომავალ შეხვედრამდე.